ალიკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს დღეს მიმართა. ელისაშვილის წინასწარი პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს, ის ქორთიათ მერიოდთან 4 დეკემბერს დააყავეს ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნის მუხლით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მარიამ ელიბაშვილი ჩაგურთება პირდაპირ ეთერში, ის იმყოფება საქალაქო სასამართლოში და თვალყურს ადევნებს იქ მიმდინარე პროცესებს. გისმენ მარიამ. კეთი, სულ რამდენიმე წუთია რაც დაასრულდა კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის ალიკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი. პროკურატურამ მიმართა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით და გირაო 5,000 ლარი მოითხოვა, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა სრულად გაითვალისწინა. ალიკო ელისაშვილის დაცვის მხარე ამ შემთხვევაში ამბობდა იმას, რომ არ არსებობდა რეალურად გირაოს გადახდის საფუძველი, ვინაიდან ელისაშვილი იყო სრულიად უდანაშაულო. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ 2 დეკემბერს მოხდა დაპირისპირება ალი ბაბაევსა და ალიკო ელისაშვილის შორის, ხოლო გამოძიება 6 დეკემბერს დააკავა ალიკო ელისაშვილი და 156 მუხლით ედავებოდა მას გამოძიება, რაც პოლიტიკური ნიშნით დევნას გულისხმობს. ალიკო ელისაშვილთან მოსულები იყვნენ სასამართლო პროცესზე კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები და ამხნევებდნენ მას. მამუკა ხაზარაძეც იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე. პროკურატურა მთელი ამ პროცესის განმავლობაში აპელირებდა იმას, რომ რეალურად არსებობდა დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე, თუმცა საუბრობდა იმაზე, რომ ნაკლები ინტენსივობა იყო ახლა იმისა, რომ ალიკო ელისაშვილი დაეპატიმრებინა და დაეტოვათ პატიმრობაში, სწორედ ამიტომ მოითხოვა მან 5,000 ლარი გირაო, რის საფუძველზეც, როგორც გითხარით, მოსამართლე გელოვანმა ის დარბაზდა და გაათავისუფლა. დღეს დილით ვაპირებდი, რომ ტელევიზორი მეყიდა, რომ გამეგო ჩემ თავს ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცბად მითხრეს, რომ მივიდიოდი პროცესზე. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, იმიტომ რომ მე ადვოკატთან კონტაქტი არ მქონდა. ძალიან გულახდილად რო გითხრათ, მეგონა რომ სადღაც აცემრად მივყავდი, იმიტომ რომ ისე საიდუმლო ვითარებაში მეუნებოდნენ, რომ უნდა წაგიყვანონ, მეთქი არ ეგონოთ, რომ მეშინია თქო და ველოდებოდი ბადრაგის მანქანასთან. ნუ აღმოჩნდა, რომ გარეთ მიშვებდნენ და არ ამცემდნენ და რომ ეს ჯობია ყოველ შემთხვევაში. პროკურატურას ჰქონდა სამარცხვინო პოზიცია, რომ ელისაშვილიო უცხოეთშიო კავშირები აქვს ელისაშვილს 30-იან წლებში ბოლშევიკები, ტრიბუნალი და ტროიკა რო იყო, ზუსტად მაშინ იძახდნენ და ასე ასამართლებდნენ მაშინ, რა ვიცი მე, მიხეილ ჯავახიშვილს თუ რა ვიცი, მაზნიაშვილს, მათ თავს კი არ უყადრებ, მაგრამ კი არა და არ მგონია რომ მათსავით ვარ, მაგრამ ასეთი არგუმენტაცია იყო, რომ უცხოეთში მიიმალებაო. და ეხლა ამათ დღეში რა მოხდა? ეხლა არ მივიმალები? და უცხოეთში ხშირად დადიო, რატო დავდიოდი? საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და დელეგაციებში დავდიოდი. არ ვიცი რა მოხდა, ფაქტია რომ რაღაცა მოხდა. ალბათ რა ვიცი, უცხოელებმა კეჩოში მიცეს ამათ ან რაღაც მსგავსი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის ძალიან დიდი შვება არ არის ახლა ამ თვენახევრის მანძილზე გარეთ გამოსვლა, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი იქ, ძალიან ბევრი წიგნიც მქონდა იქიდან შეკვეთა. პოლიტპატიმრები სანამ არ გამოვლენ, მე მზად ვარ დღესვე შევბრუნდე უკან. საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებაზე. ეს არის რაღაცა ახალი მეთოდი, რომ ჯერ იჭერ ადამიანს და მერე რაღაცა ვითომ ჰუმანურობას იჩენ და მას უშვებ. აბსოლუტურად გაუგებარი იყოს დაჭერის პროცესის და ეს გამოშვების პროცესიც. კარგია და ულოცავ რომ გარეთ არის, მაგრამ უპირველესი მოთხოვნა არის ყველა იმ ახალგაზრდის, ყველა იმ პოლიტპატიმრის გამოშვება, რომელიც დღეს არიან, ესე თქვა, საპრობილეში. ეს არის ნომერ პირველი, ესე თქვა, მოთხოვნა. ეს მოთხოვნა არ შეიცვლება. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ თითოეული მათი უფლებები დავიცვათ და გამოვიყვანოთ ბიძინას, ესე ვთქვათ, პროკურატურის და ციხის კლანჭებიდან. ბრალდების ხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დღეს მდგომარეობით ამ ეტაპზე არ იყოს საჭირო აღკვეთ ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიების პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიებას გირაოს უზრუნველყოფდა სასამართლოს საპროცესო კოდექსის გათვალისწინებულ მიზნებს. სწორედ ამიტომ ჩვენ დავაყენეთ ჩვენდგომლობა, სასამართლომ განიხილა, გაიზიარა და აკმაყოფილა იქ შესაბამისად ბრალდებული სიმართლე გამოყენებული იქნა აღკვეთ ღონისძიების სახით გირაო 4,000 ლარის ოდენობით.
ალეკო ელისაშვილის გარდა პროკურატურამ რამდენიმე ადამიანის საქმესთან დაკავშირებით მიმართა საქალაქო სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლა გირაოსთან დაკავშირებით, თუმცა ეს ჩვენთვის არის უცნობი, ვინ არიან ეს ადამიანები, ჩვენ ამის გარკვევას ამ დრომდე ვცდილობთ, რაც შეეხება სხვა პროცესებს. დღეს დილით თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება პროცესები მშვიდობიანი აქციაზე დაკავებული სამხალხო აქტივისტებისა, მაგალითად ნიკო ქვაცაბია დროას წევრი, რამდენიმე წუთის წინ დაასრულა მის სასამართლო პროცესი და მოსამართლემ ის ჯარიმით 2000 ლარის სახით გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. ახლა მან უნდა გადაიხადოს ეს 2000 ლარი ჯარიმა, რომ შეწყდეს მასზე რეალურად სამართლებრივი დავა. რაც შეეხება მე შეგახსენებთ, რომ ის დააკავეს ავტომობილში, გადაადგილდებოდა, მიემართებოდა აქციაზე, რა დროსაც გააჩერეს ის და შემდეგ მოხდა მისი აყვანა და უშუალოდ დააკავეს სწორედ ამ დროს. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, ნიკო მანაგაძე და ნიკო კალანდაძე ამ წუთებში მოყავთ მძღრის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. რამდენიმე საათში გაიმართება მათი სასამართლო პროცესის და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 საქმესთან დაკავშირებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და სწორედ 22 ადმინისტრაციული წესით სასამართლო პროცესი უნდა განიხილოს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყველა 22-ვე პირთან დაკავშირებით საქმე მიმდინარეობს 173 მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავება მოხდა უკვე იქ განყოფილებაში ჩემი ქმედებებიდან გამომდინარე. რაც როგორც სასამართლოს მოახსენე, აქაც გამომეორდები, პირველად ვიყავი მსგავს მოქმედებებში თუ სიტუაციაში, შესაბამისად ვიყავი აღელვებული და ყველა დეტალს ალბათ ვერ ვიხსენებ, რაც შემიძლია ვთქვა. გამაჩერეს თხოვეს, რომ უნდა გადავსულიყავით, მე ვიკითხე როგორ გადავდივართ, მისხეს რომ ბიჭები ჩაგიждდებიან და გადავალთ ერთად. და მევიჯექ საჭესთან მივედით განყოფილებაში. ვითხოვდი მობილურს, ნერვიულობდი იმაზე, რომ მანამდე შეყვარებულს მიწვე, რომ მეთქი მოყინულია გზა და ფრთხილად ნავიარო და ვითხოვდი, რომ მეთქი ერთი მესიჯი მიმაწერინეთ, რომ არ მომიცურდა და არ გადავიჩეხე სადმე უბრალოდ გამაფრთხილებინეთ, რომ კარგად ვარ. იქ არა. ამ შენობაში, რომელსაც ქვია სასამართლო და სადაც ადამიანს უნდა კონდეს იმის უფლება, რომ იყოს სამართალი, ამ შენობაში, ამ ქვეყანაში დღეს ეს არ ხდება. აქ სამართალს ვერ ვიპოვით. ნიკო ქვაცაბაია მოიტაცეს, ან მოიპარეს, უბრალოდ გამოვიდა მანქანით სახლიდან, მანქანა გააჩერებინეს, გადაიყვანეს. არანაირი წინააღმდეგობა, არანაირი დაუმორჩილებლობას მან ადგილი არ ჰქონდა. შესაბამისად, ეხა აქ რაც ხდება, არის ყველაფერი ფარსი, ეს არის რაღაც ჩეთითხნული რაღაცები, რომელიც გონიათ, რომ მათ ჭკუაში რომ რაღაცა შედეგს გამოიტანს. რაც არ უნდა ქნან, რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავონ, მოიტაცონ, მე გვაძებდინონ 4 საათი, 5 საათი, გვანერვიულონ. ამ პროცესს ვერაფერი ვერ გააჩერებს. შეუძლებელი არის იდეის გარშემო გაერთიანებულ ხალხს მოერიოს ეს რუსი ჯალათები. ეს არის უბრალოდ ბუტაფორია, ეხლა რაც იმართება ამდენი ხნის განმავლობაში, ადამიანები ქუჩიდან აყავთ, ნიკო ქვაცაბაია გამოვიდა სახლიდან და ჩვეულებრივად აიყვანეს სამსახურში მომავალი ადამიანი, ჩაისვეს და რამდენიმე საათის განმავლობაში საერთოდ ვერ უპოულობდით სად იყო. დღესაც სასამართლოზე ისე გადმოიყვანეს, რომ ადვოკატმა არ იცოდა, რომ დღეს სასამართლო იმართებოდა. ამიტომ აი ამ სისტემისგან ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს განსაკუთრებული, რაც ბრძანებაც ექნება ზემოდან მოსამართლეს, იმას გადაწყვეტს. მე როგორც გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ წუთებში მოყავთ ნიკო მანაგაძე და ნიკო კალანდაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში და ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით და ვაკვირდებით, როგორ ვითარდება პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში.